ჯო როგანმა დაადასტურა, რომ ილია თოფურია შეხვდება ისლამ მახაჩევს. ჯო როგანი კიდე როგორც ისიც არ არის ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანი UFC-ში. მაგის სიტყვა მართლა დასაჯერებელია. ილიამ ჩაწერა უსერიოზულესი პოდკასტი ჯო როგანთან 2 საათნახევრიანი ვიდეოა და ვისაც გაინტერესებთ ინგლისურ ენაზე ინტერნეტში უყედავს, შეგიძლიათ ნახოთ. მე იქიდან ამოვიღე ყველაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტები, გადავთარგმნე თქვენთვის და მოდით შევხედოთ რა სიძახის ჯო როგანი ისლამ მახაჩევზე და ილიაზე. You will be in the Danish place. რა სიძახის დანა, ვინ იქნება ჩემი მეტოქე? ისლამი 100%-ით, 100%-ით. ეს იქნებოდა კარგი. კი, ეს ბრძოლა მაგარია და გასაკეთებელია, რადგან ერთი მსოფლიოს ჩემპიონი შეხვდება მეორე მსოფლიოს ჩემპიონს. თუ ვინმე იმსახურებს ბრძოლას ტიტულზე, ეს შენ ხარ. შენ მოუგე ბრძოლა მაქს ჰოლუეის, შენ დაანოკაუტე ვოლკანოვსკი, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. ცხადია, რომ თქვენი ბრძოლა შედგება, შენ გინდა ეს ბრძოლა 155-ში და ვერავინ შეგეწინააღმდეგება. ეს იქნება დიდებული ბრძოლა, ყველას გაუხარდება. იმედი მაქვს ეს მოხდება. ჩარსთან ბრძოლაც მაგარი იქნება. კი, ესეც მაგარი ბრძოლა იქნება. იცი ამ დივიზიონში ძალიან ბევრი უმაგრესი მებრძოლია შენთვის. 155-ში რამე გაწერილი გეგმა ხომ არ გაქვს. ისლამთან ბრძოლა მინდა და ეს უმთავრესია. მაგრამ თუ ეს ბრძოლა არ მოგცეს და მოგცეს საპრეტენდენტო, ვისთან ისურვებდი ჩხუბს? მე არ ვიჩხუბებ საპრეტენდენტო ბრძოლას. ანუ არ გინდა იყო პრეტენდენტი. I understand. That makes sense to me. მესმის გასაგებია, ეს იქნება ყველაზე გაყიდვადი ბრძოლა, თუმცა ყველამ წააგო მასთან ჩხუბი. ჩემთვის სულ ერთია ისლამს უნდა თუ არა ეს შეხვედრა. მე აქ იქამდე ვიჯდები სანამ ის არ მეჩხუბება. თუ ის ჩემპიონია მას მოუწევს ჩემთან შეხვედრა, როდემდე უნდა გამირბოდეს. UFC-მ ესეთი შანსი ჰენრი სეხუდოს მისცა, კონორ მაკგრეგორს, ასევე ჟორჟ სენ-პიერს. მე კიდევ საქმით დავამტკიცე, რომ ამ შანსს ვიმსახურებ. როგორც შენ თქვი, მე დავანოკაუტე ორი ყველა დროის საუკეთესო. დიახ, ორი საუკეთესო ყველა დროის. განსაკუთრებით იმის მერე, რაც ჰოლუემა უმაგრესად მოუგო ჯასტინ გეიჯს, შემდეგ შენ გათიშე ის. შენ მართლა იმსახურებ ტიტულზე ბრძოლას, მაგრამ მე ამას არ ვწყვიტავ. პრინციპში ისლამმა მთელი დივიზიონი მოასუფთავა, არავინ დარჩა. არ მას აღდგენა ჭირდება და მას სატიტულო ბრძოლას არავინ მისცემს. მე მაგალითად ჯასტინ გეიჯს შევახვედრებდი პედი პიმბლეტს. მე შევხვდებოდი ისლამს და როგორც კი მოვიპოვებდი ტიტულს, შევხვდებოდი პედის. გონია პიმბლეტი მოუგებს გეიჯის ადვილად. ეს სიგიჟია, რადგან ჯასტინ გეიჯი ნამდვილი ცხოველია. კი, მაგრამ მან არ იცის ჭიდაობა. მან იცის ჭიდაობა, უბრალოდ ის ირჩევს ბრძოლას დგომში. მე ასე არ ვფიქრობ. გინახია ოდესმე მისი საბმიშენი? მე მჯერა, რომ ის ამას ამიტომ არ აკეთებს, რადგან უყვარს ხალხის დანოკაუტება. შემდეგ თემაში შეეხნენ მერაბ დვალიშვილს და მერაბ დვალიშვილის კარდიოს და ჯო როგანი იძახის, რომ მერაბ დვალიშვილის ჩხუბებიო, მაგათი ყურებაო, აი ძალიან მაგრად მიყვარსო და მაგაში მართალია და მეც ვეთანხმები დანა ვაითან შედარებით. მოდით შევხედოთ რა ელაპარაკა მერაბ დვალიშვილზე. ძალიან მომწონს მერაბის ბრძოლების ყურება, ის ნამდვილი ცხოველია. He's a fucking animal. საიდან აქვს ამ ხელა გამძლეობა, ძალიან გიჟური კარდიო აქვს. It's like superhuman cardio. მე მოგიყვები რამ გამაკვირვა მერაბში. თუ ის გინახია ტატამზე, ის არაა რაღაც განსაკუთრებული ან მოხერხებული, მაგრამ აზრზე არ ვარ რა ემართება მას, როცა ის შედის ოქტაგონში. ეს კაცი ნამდვილი მანქანაა. თუ შემკითხავ ის ბრძოლის ყურება მიყვარს, ეს არის მერაბი. მთელ ფულს დავდებდი. პირდაპირ ეთერის ყურებისთვის ბევრი გადაიხდის მის ბრძოლას რომ უყუროს. უმართან ბრძოლა ეს იყო ერთ-ერთი უმაგრესი შერკინება, რაც კი მე მინახია. ეს იყო ნამდვილი high level-ი. ხედავდი როგორ იღლებოდა უმარი, მაგრამ მაინც ცდილობდა რაღაცის გაკეთებას. მერაბის დაღლა არ ეტყობოდა. ის ტყვიასავით ფეთქდებოდა. მეხუთე რაუნდში ისე გრძნობდა თავს როგორც პირველში. Like he was in the first round and the fifth round. ზუსტად მაგას ვიძახდი, უმარი ხედავდა როგორ ვარჯიშობდა მერაბი. ის იძახდა რომ მერაბი ვერ წამაქცევსო. ის ვერც ამას მიზავსო და ვერც იმასო, მაგრამ როცა შედიხარ მასთან ოქტაგონში, ყველაფერი იცვლება. ის ხდება ნამდვილი მანქანა, რომელიც არ ჩერდება. You who has like non-stop. დანიელ კორმი ამ ბრძოლის მერე მეორე დღეს წავიდა მერაბთან შესახვედრად სახლში და ის დარბოდა. მან ტიტული შაბათს მოიგო, კვირას კი ის უკვე დარბოდა. Daniel went to his house on Sunday, Merab's out running. ერთხელ მერაბი ჩემთან ესპანეთში ჩამოვიდა. მე შეჯიბრისთვის ვემზადებოდი და ის მეხმარებოდა სპარინგებში. ჩვენ ყველა ერთად ვარჯიშობდით. ამ ძიმე ვარჯიშის მერე ყველა ვისვენებდით. ის კი დარბოდა. წინა შაბათს კი ვოლკანოვსკიმ მოიპოვა თავისი ტიტული, იმის მერე რაც ილია თოფურია გადავიდა დივიზიონში და ეს იყო აი ძალიან მაგარი რაღაცა.
იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რომ ვოლკანოვსკი მოიგებდა. მაგ ბრძოლებზე მე ასევე ვფიქრობდი რომ ჩენდლერი მოიგებდა პიმბლერთან, მაგრამ აი პიმბლერმა სახე ააძრო ჩენდლერს, ანუ უბრალოდ სახე კი არა ააძრო, გაანადგურა ადამიანი. მაგრამ ვოლკანოვსკიმ რომ მოიგო ეს ბრძოლა, ამითი თქვა რომ ილია თოფურია ვიღაცას არ მოუგო, უსერიოზულეს ტიპს მოუგო. ილიამ დაასუფთავა მთელი დივიზიონი, ვოლკანოვსკიც გაანადგურა და გადავიდა სხვა დივიზიონში. და ვოლკანოვსკიმ გადავიდა თუ არა ილია სხვა დივიზიონში, თავისი ტიტული დაიცვა და დაიბრუნა, უпростоრედ დაიბრუნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვოლკანოვსკი არის ვიღაცა ჰაი კლასის მებრძოლი და ვოლკანოვსკის ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს საქართველოში, იმიტომ რომ კაი პიროვნებაა, მაგაზე ვიდეოც მაგაკეთებული, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ და ამით კიდევ ხაზი გაუსვა ილია თოფურიამ, რომ აი ბევრი იძახდა, რომ ვოლკანოვსკი აღარაა ფორმაში და მოუგო, როგორ არაა ფორმაში. ტიპმა ილია წავიდა თუ არა, ეგრევე დაიბრუნა თავისი ტიტული და მოდი ვნახოთ რას იძახის ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე. ვოლკანოვსკის ბრძოლების ყურებაც ძალიან მიყვარს. ნუ ყურე მის შეხვედრას. He's so great. კი ის საუკეთესოა, ძალიან გამიხარდა მისი წარმატება შაბათს, ის ნამდვილად იმსახურებს ტიტულს. To get that title back. გეწყინა შენი ტიტული რომ მას გადასცეს? არა, მე პირიქით გამიხარდა. მე მოვიპოვე ეს ტიტული, დავიცავი ის, ეხლა კი სხვა მიზანი მაქვს. მას კი უსურვებ წარმატებას, ტიტულს იგებენ საუკეთესოები. რას ფიქრობ პედი პიმბლერზე? He did a great job. მან ძალიან კარგად იმუშავა, გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. თუმცა სიმართლე გითხრა, ჩენდლერი ჩემთვის არასდროს იყო რაღაც სასწაული მებრძოლი. საშუალო მებრძოლია. აი მითხარი, ვის მოუგო მან UFC-ში? დენ ჰუკერს და ტონი ფერგუსონს. Yeah. Dan Hooker's a good fighter. რამდენი წაგება აქვს? არა, წაგებები აქვს, გეთანხმები. ის ძალიან საინტერესო მებრძოლია, ფანები წავს, შედის ოქტაგონში და ჩხუბობს. He fights. მაიკლ ჩენდლერი ბელატორში იყო რაღაც სასწაული, ძალიან გიჟური მებრძოლი. კი, მესმის, რასაც იძახი, სანახაობრივად ჩხუბობს, ეს ბარში ჩხუბს წააგავს. ოქტაგონში კი მნიშვნელოვანია ტექნიკა და ბრძოლის უნარები. კი, მესმის, ფანატებისთვის ასეთი თავქუდმოგლეჯილი ჩხუბი კაი საყურებელია, მაგრამ თუ შენ პროფესიონალი ხარ, შენ უნდა გქონდეს უნარები, უნდა შეძლო შენი მეტოქის კონტროლი, სწრაფად გადაერთო სხვადასხვა სტრატეგიებზე, ეძებდე შენს მომენტს თავდასხმისთვის. მაშინ მე ამას ვერ ვხედავ. გულისხმობ, რომ მაიკლ ჩენდლერი ჩხუბის დროს როგორც სოფიანი ძაღლია. ზუსტად მაგას ვიძახი და ეს სანახაობრივია. შემდეგი რაც განიხილეს და ძალიან მაგარი გამისწორდა, ეს იყო კეინ ველასკესი და ფიოდორ ემელიანენკო. რა მოხდებოდა თუ ისინი შეხვდებოდნენ და მე ვიცოდი მიახლოებით რატო არ ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ აი როგანმა მოგვიყვა ეს ამბავი, რატო არ მოხდა ემელიანენკოს და ველასკესის ერთმანეთთან შერკინება. მოდი მოусმინოთ. ვფიქრობ, ფიოდორ ემელიანენკოს და კეინ ველასკესის ბრძოლა მძიმე წონაში მათი ძალების პიკში იქნებოდა სასწაული ბრძოლა. That's true. ველასკესი შთამბეჭდავი იყო თავისი უმაგრესი გამძლეობით, უმაგრესი ჭიდაობით, ასევე კრივით. კარიერის ბოლოს მისი სხეული განადგურებული იყო. ხერხემლის ტრაუმები ჰქონდა, კისერი დაზიანებული, მუხლი, მხარი. ეხლა რა ხდება მის საქმეზე? ის ციხეშია? სამწუხაროდ ზის, მოსამართლე მინიმალური სასჯელი მიუსაჯა 5 წლით. რა მოხდა ზუსტად იცი? Yes. So კეინის შვილი საბავშვო ბაღში, იქ ერთ ტიპმა მასზე იძალა. მან გაიგო ეს და მანქანაშივე თავს დაესხა, ესრო და იარაღს. კეინი დაიჭირეს, ის ტიპი კი გირაოთი გამოუშვეს. არ ვიცი რატო გამოუშვეს. ისიც არ ვიცი რამდენჯერ იძალა ბავშვზე, მაგრამ ის ვიცი რომ ყველა მამა იგივეს იზავდა. როდესაც შენ მამა ხარ და შენ შვილზე ძალადობენ, ალბათ გააფრენ კაცი. ეს ძალიან საშინელებაა. იმ მომენტში შენ განრისხებული ხარ. მე ამ ამბის მერე შოკში ვიყავი, რადგან ეს უსამართლობაა. ის კაი კაცია, ბევრისთვის იყო мотиваციის წყარო. ჩემთვის გაუგებარია, რატო უნდა იჯდეს ის ციხეში. მესმის ისეს რომ და მანქანას შეიძლებოდა დაზიანებულიყო სხვა ადამიანიც, ამიტომაც მას ემუქრებოდა 30 წელი. მაგრამ მასაც უნდა გაუგოთ, ის აფექტში იყო და მას დიდი მიზეზი ჰქონდა. ესეთი ტიპები, რომლებიც ბავშვებზე ძალადობენ, უნდა იყვნენ მკვდრები. კი, მართალი ხარ. მერე ველასკესი გამოუშვეს გირაოთი, ის AK-ში მუშაობდა მწვრთნელად, ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ ადამიანს დროზე ადრე გამოუშვებენ. Give him the freedom he deserves. მე ვფიქრობ, რომ ტრამპი მას შეიწყალებს, ეს ნამდვილად შესაძლებელია და საუკეთესო ვარიანტია. მოკლედ საუკეთესო ფორმაში კეინ ველასკესი ფიოდორ ემელიანენკოს წინააღმდეგ. არ შემდგარი შერკინება, რომელიც ჩვენ ვერ მივიღეთ. ფიოდორი იბრძოდა პრაიდში იაპონიაში 2001-2003 წლებში. ის სტადიონებს მაყურებლები თავსებდა, მაგ დროს UFC ნელ-ნელა იქოქებოდა. და რატო ვერ შედგა ეს ბრძოლა სინამდვილეში?
US-ი ცდილობდა, ცოტა უნდა ვაკონტროლებდე ეხლა სიტყვებს. ფიოდორს ვიღაცა კრიშა აკონტროლებდა, ძალიან უხეში ხალხი, ნამდვილი განგსტერები. US-ის უნდოდა ამ ბრძოლის ჩატარება, მაგრამ მათ არარეალური მოთხოვნები ჰქონდათ. იცოდნენ, რომ ემელიანენკოს სახით მათ ოქროს ბილეთი ჰქონდათ US-ის მართვის. მოლაპარაკებები ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო. მაგ პერიოდში დანამ თავისი დაცვაც კი გააძლიერა. ეს ძალიან საშიში ხალხია, ძალიან საშიში. It got pretty, Yeah? it got heavy. Yeah. These are dangerous people. These were dangerous people. მე ცალკე მოგიყვები რა მოხდა. დანას დაელაპარაკე და კითხე რა მოხდა. მე კი ყოველთვის ფიქრობდი რატო არ უფორმებენ კონტრაქტს ამ მებრძოლს. მას ხომ ბევრი გულშემატკივარი ყავს. To the UFC because it's going to be so fun for the fans. მათ უფრო მეტი უნდათ ვიდრე ფეოდორის აქ ბრძოლა. მათ US-ის მთლიანად დათრევა უნდათ და ამის ფაქტიც არსებობდა. ნამდვილი რუსი განგსტერები. პრაიდს მაგ დროს მართავდა იაკუზა. რუსი და იაპონელი განგსტერები ერთმანეთში კარგად იყვნენ და მერე US-ისაც მოადგნენ და აქ უთხრეს არა ძმაო, ასე არ გამოვა. ჩვენ ფეოდორს დიდ ფულს თავაზობდით, მაგრამ სამწუხაროდ ის პირადად ამას არ წვითავდა. კეინ ველასკეს მართლა ტრაგიკული ისტორია აქვს და დიდი ალბათობით მაგისი ძალა შესწევს დონალდ ტრამპს და იმედია შეიწყალებს მას, იმიტომ რომ უდიდესი პიროვნება და ნებისმიერი მამა იგივეს გააკეთებდა. სხვათა შორის მასზე კაი ვიდეო მაქვს გაკეთებული, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაეცნოთ ყველა მის ბრძოლას და ამ ისტორიას, თუ როგორ მოხდა ის ციხეში და ასევე ვფიქრობ ბევრმა დამიწერა ფიოდორ ემელიანენკოზე ვიდეო. ხო და დაწერეთ კომენტარებში გავაკეთოთ ეს ვიდეო თუ არ გავაკეთოთ. მე ცოტათი წელავდი ხოლმე ამ მომენტს, იმიტომ რომ ფიოდორ ემელიანენკო დღესდღეობით ბევრისთვის, ალბათ უმრავლესობისთვის ითვლება ნომერ პირველი მებრძოლი MMA-ში. მართალია ის UFC-ში არ გამოდიოდა და აგერ მოვისმინეთ რატომაც მოხდა ესეთი ამბავი, მაგრამ ფიოდორ ემელიანენკო დღესდღეობითაც ჩემთვისაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არა მარტო მძიმე წონოსნად, არამედ მთლიანად განურჩევლად ნებისმიერი კატეგორიის მებრძოლად, იმიტომ რომ ტიპი არის ისეთი დომინანტი, რომელიც 10 წლის განმავლობაში საერთოდ არ წაუგია და რაც თავარია, რაღაცა წელწადში ერთ ბრძოლას კი არ ატარებდა, წელწადში 5-6 ბრძოლას ატარებდა და ესე იგებდა და სასწაული მებრძოლები დაყარა ისეთები, როგორც არის კროკოპი, რემპეიჯი და ასე შემდეგ. ასე რომ დაწერეთ, თუ გაინტერესებთ ემელიანენკოზე ვიდეო რო გავაკეთოთ, დაწერეთ კომენტარებში, თუ ბევრი ადამიანი იქნება, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ისტორია იქნება ძალიან დიდი. ეს ვიდეო თუ გავაკეთეთ, დიდი ალბათობით 1 საათს აუცილებლად ასწდება. გელოდებით კომენტარებში, მე კიდე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.